ბიძინა ივანიშვილმა დღეს უმცირესობისა და უმრავლესობის კითხვებს უპასუხა. უკვე გამოჩნდა, როგორ რეჟიმში იმუშავებს არჩევნებში დამარცხებული ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში. კონსტრუქციული გიორგი ბარამიძე, რომელსაც ისეთი საქართველო უნდა, როგორც ჭორვილა და უზრდელობის ზღვარზე მყოფი გოგა ხაჩიძე, რომელიც მომავალ პრემიერისაგან პარლამენტში ანეკდოტების მოყოლას ითხოვს. ნაციონალები ივანიშვილის მხრიდან მათი მოღვაწეობის კრიტიკამ გააღიზიანა. ყოფილი მართველი პარტიიდან ხაჩიძის გარდა კვლავ აქტიურობენ გოგა გაბაშვილი, ნუგზარ ციკლაური და აკაკი ბობოხიძე. მე არ გავიმეორებ იმ ფასადურ დაპირებებს და იმ ფასადურ რეფორმებს, რომელიცაც ეს ხელისუფლება ტრაბახობს და ყოფილი უმრავლესობის წევრების შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი 2 საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. პრემიერობის კანდიდატის პასუხებმა რამდენიმე დეპუტატის აღშფოთება გამოიწვია. ჯერჯერობით ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და არა ლიდერი ჩვენი რა. აკაკი ბობოხიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მიხეილ სააკაშვილის არა პრეზიდენტად, არამედ ნაციონალების ლიდერად მოხსენიებამ გაანაწყენა. ჩვენ თუნდაც ბრალდების წამოყენების დროს ვხმარობ სიტყვა ქვეყნის პრეზიდენტი. არა, მე ვხმარობდი ქვეყნის პრეზიდენტს ყოველთვის. ერთი შეხედვით კონსტრუქციულად დაწყებული შეხვედრა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის კრიტიკამ უმცირესობის წევრი გოგი ოჩიაური გააღიზიანა. საქართველოზე უნდა იფიქროთ. როგორ რატომ აძლევთ ამ სამშობლებას? კი ბატონო. კი ბატონო რა არის? ის უფლებას აბაძლევთ თავს, რომ კრიტიკულად ვარ. აი ეს დისკრედიტაციის რას მიღწეული საქართველოში. ეს თქვენი ტერმინია. მე ამას ვეძახი რეალობას. ამ ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ ჩაგვედებინებთ იმ თვალსაზრისით ხელში, რომ ის რეფორმები, ის მოდერნიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო, წაიყვანოთ იქით, საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით 9 წლის წინ. ის რასაც თქვენ იდეოლოგიას ეძახდით და მე დემაგოგიათ მოიხსენია და დღესაც გამეორებ, მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ თქვენს დემაგოგიას გასავალი აღარ ექნება მომავალში. კითხვა-პასუხის შემდეგ ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმო. ივანიშვილის მხრიდან მათი გუნდის კრიტიკა ნაციონალების ლიდერებს არც აქ დავიწყებიათ. სინამდვილე ყოფილა ის თურმე, რომ ჩვენ ვატყუებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი რეიტინგები და საინტერესოა პატარა საქართველოს თუ შეძლო მსოფლიო ბანკის მოტყუება და მე-9 ადგილის დამსახურება, თქვენ მას აყოლმა რუსეთმა რატო ეს ვერ მოახერხა და 118 ადგილზეა. თუმცა იმავე ტრიბუნიდან განსხვავებული პათოსიც გაისმა. თქვენ განასახიერებთ არა უბრალოდ მდიდარ ადამიანს, არა უბრალოდ წარმატებულ ადამიანს, რახან თქვენ მდიდარი ხართ, ამიტომ, არამედ ადამიანს, რომელიც მართლაც ერთგვარად ოცნებას აუხდენს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს. ყოველგვარი ქილიკის და ნიშნის მოგების გარეშე ვიტყვი, აი, რომ საქართველო ისე იყოს, როგორც არის ჭორვილა. მომავალი მთავრობის პროგრამის კალაძის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და სოციალური საკითხების გარდა უმცირესობის წევრები სხვა თემებითაც დაინტერესდნენ. ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი, ერთი მიტუას და მეორე შედი ქალუბუტკაში ცნობილი ფრაზით და თუ შეიძლება აი ამ ყველაფრის ბოლოს მართლა გულწრფელად გეუბნებით. ამ ყველაფრის ბოლოს ალბათ ეს შეხვედრა რომ დამთავრდება, მესამეც რომ დაგვიტოვოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ასე ვთქვათ ხალისობთ ხოლმე იმ მართლა დადიოდით კორიდორში ველოსიპედით თავისუფლად. აი როგორ წარმოგიდგენიათ ანეკდოტებს მეგობრებს შეყვები ამ შემთხვევის მიხედვით. ჯერ მეგობრები არა ვარ ჩვენ, თუმცა ამის საშუალება შეიძლება დაგვრჩეს. ნახოთ. ჩანს რომ გოგა ხაჩიძემ ხუმრობისათვის საჭირო დრო და მომენტი ვერ განსაზღვრა საკანონმდებლო ორგანოში. სხდომიდან გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა და დავით ბაქრაძემ გააკეთეს კომენტარი ჟურნალისტებისათვის. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას კონკრეტიკა დაუწუნა. როდის გაიზრდებოდა პენსია, როდის გაიაფლებოდა კრედიტი, რამდენით დაიკლებდა კომუნალური გადასახადი, როდის ამოქმედდებოდა უფასო განათლების სისტემა. სწორედ ეს იყო ამ მოსმენის ძირითადი ამოცანა. მიგვეცა ხალხისთვის კონკრეტული ინფორმაცია. ჩემი მოსაზრებაა, რომ ასეთი კონკრეტული ინფორმაცია დღეს ჩვენმა მოსახლეობამ ამ მოსმენაზე ვერ მიიღო, ვინაიდან არ თქმულა არც ერთი კონკრეტული თარიღი, არ თქმულა არც ერთი კონკრეტული ციფრი. მოძრაობის წევრები თავადვე ამობენ სიცრუეს და შემდეგ ამ სიცრუეზე თავადვე აკეთებენ ანალიზს. ასეთი შეფასება გააკეთა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა. ამდენჯერმე დაუსახელე ჩვენ რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ, ამდენჯერმე აუხსენეთ, მაგრამ გამოსვლებში გამოდიან და იგივეს იმეორებენ, ამბობენ თავის დასკვნებს სიცრუეზე დაყრდნობით და მე იმაზე ანალიზს აკეთებენ. აი ეს უსურვე ზუსტად რომ თავი დაანებონ ამ სიყალბეს, თავი დაანებონ იმ ძველ რიტორიკას, რაც იყო დაყრდნობილი სიცრუეზე. ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა ყოფილიყო რეალისტური. გარკვეული ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. და მე ჩემს ბოლო გამოსვლაში მოვუწოდე მათ რომ ახალი რეალობა იქნება სწრაფად შეაფასონ
მე იმედი მაქვს რომ ნაწილი გააკეთებს დასკვნებს, ნაწილმა მეგონი უკვე გააკეთა. დასკვნები მემხედველობაში მაქვს რომ არავითარი მუქარა, არავითარი ანგარიშგება არ იქნება პოლიტიკური კიდევ მეორე. ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დებატები იყო უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლი, რადგან შეკითხვები იყო პროვოკაციული და არა პასუხების მიღებაზე გათვლილი. მეორე ნაწილი ექსპერტებისაგან კმაყოფილია დღევანდელი კითხვა-პასუხით. მადლობა, იმედად არსალია ქუთაისიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.